გილოცავთ მეგობრებო, ჩვენ შეგვიძლია თავამბად ვთქვათ, რომ საქართველო არის ხორბლის სამშობლოც. ჩატარებული მეცნიერული კვლევების შედეგად უცხოელების მიერ დამტკიცდა, რომ გადაჭრილი გორა და შულავერის გორებიდან ამოღებული ხორბალი არის 8000 წლის წინანდელი. შემდეგ ეს შეამოწმეს ისრაელში ვეიცმანის რადიოლოგიური კვლევებით, ვეიცმანის ინსტიტუტის რადიოლოგიური კვლევებით და თავად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველო არის უძველესი ხორბლის სამშობლო. დედამიწაზე პირველი ყველაზე უძველესი ხორბალი კულტურული სახით, პურის გამოსაცხობი სახით აღმოაჩინეს საქართველოში, გადაჭრილ გორაზე 8000 წლის წინ. ასევე ჩვენ არა მარტო ღვინის სამშობლო ვართ, არამედ უკვე დამტკიცებულია, რომ ეს არის დედამიწაზე უძველესი ხორბლის სამშობლოც. იქ თაფლის სამშობლოც არის 5500 წლის წინანდელი ბორჯომის მიდამოებში აღმოჩენილი თაფლის მეშვეობით. ეს დაახლოებით, რა ვიცი, 2000 წლის წინ უფრო ადრე არის, ვიდრე ეგვიპტეში აღმოაჩინეს. ასე რომ ვიცოდეთ ეს ყველაფერი და ვიამაყოთ. ჩვენ ვართ უძველესი ცივილიზაცია და ამ უძველეს ცივილიზაციას არავის არ დაუთმობთ. ეს არის ჩვენი ვალი, ჩვენი საშვილთაშვილო ვალი. ეს სადღეგრძელოებში მოსახსენიებელი კი არ არის მხოლოდ, რომ ჩვენ უძველეს კაცობრიობას მივეცით ღვინო და პური და შემთხვევითი არ არის, რომ ეს უძველესი ქრისტიანული ერი ჩვენ ვართ, რომელიც სწირავს ქრისტეს სისხლის და ქრისტეს ხორცით, ანუ ღვინოთი და პურით. სიკეთე მოგცეთ ღმერთმა, გადავარჩინოთ ჩვენი სამშობლო. ვიბრძოლოთ თავისუფლებისათვის, ჩვენი ვალი არის, სხვანაირად არ შეიძლება. როგორც უძველესი ცივილიზაციის წარმომადგენლება დღეს დასავლური ცივილიზაცია არის ეს. ჩვენგან წამოვიდა თეთრი რასაც, ნახეთ, ჩაწერეთ ბლუმენბახი და თეთრი რასა, გერმანელი ანთროპოლოგიის მამა, რასოლოგიის მამა ჯერ კიდევ მე-18 საუკუნის ბოლოს და მე-19 საუკუნეში ამტკიცებდა, რომ საქართველოს ქართველი ერი არის თეთრი რასის ფუძემდებელი, ერთ-ერთი ყველაზე ულამაზესი ერი მსოფლიოში, რომელმაც თეთრი რასა გაავრცელა. ახლა დმანისის ზეწოდამზიაც აქეთკენ მიდის ხომ, იმიტომ რომ უძველესი პირველი ევროპელები ვართ ჩვენ. მოკლედ ეს ყველაფერი იმისთვის არის საჭირო, რომ ვიცოდეთ ვინ ვართ და რატომ უნდა ვიბრძოლოთ თავისუფლებისათვის. რომ ერთი ვიღაც ჯოჯოსი რუსეთიდან გამოგზავნილის ხელში არ დამყარდეს აქ შუა საუკუნეებრივი ფადიშაჰური ფეოდალიზმი მემკვიდრეობითობით გადაცემით, როგორც აპირებს და გავაკეთოთ ჩვენი გასაკეთებელი საქმე, ჩვენი საშვილთაშვილო საქმე. იხარეთ და იმრავლეთ.